სანამ იმის გარკვევას დავიწყებდეთ, თუ როგორ გამოიყურებიან უცხოპლანეტელები. თან იმ ფონზე, როდესაც არანაირი სიცოცხლის სხვა ნიშანწყალი სამყაროში არ გვაქვს, უпроსტად ჩვენ არ ვიცით მის ან მათ შესახებ. კოდის ამ ეპიზოდში უცხოპლანეტელების შთამომავალ სამ უძველეს ცივილიზაციას გავიხსენებ და ვიმშელებ რა გახდა ძველი ცოდნისა და ტექნოლოგიების დაკარგვის მიზეზი. ბევრი ფიქრობს, რომ უცხოპლანეტელები 1000 წლეულების განმავლობაში ერევიან ჩვენი განვითარების პროცესში და ცდილობენ შექმნან რასა, რომელიც მათი ცოდნის მიღებასა და გამოყენებას შეძლებს. ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ადრე უცხოპლანეტელებმა დედამიწის ძველ მოსახლეობასთან კონტაქტის დამყარება შეძლეს და მათ ბევრი საინტერესო რამ ასწავლეს. კაცობრიობის განვითარებაში უცხოპლანეტელების მონაწილეობის თეორიას არქეოასტრონავტული თეორია ეწოდება. დედამიწაზე ცივილიზაციის რამდენიმე ეტაპი არსებობდა. ყოველი მომდევნო წინამორბედზე უფრო განვითარებული იყო, მაგრამ ისინი ბუნებრივი კატაკლიზმების ან მასიური ომების შედეგად განადგურდნენ. ასეთი კატაკლიზმა კი რამდენიმე მოხდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასვენოთ, რომ დედამიწა იდეალური ადგილია, რომელიც რამდენიმე კოსმოსურმა ცივილიზაციამ სიცოცხლის გასაგრძელებლად აირჩია და პლანეტაზე რამდენიმე რასა ჩამოყალიბდა.